სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სამოქალაქო განათლება თვითმმართველობაში ჩართულობისთვის. პროექტის მიზანია სასკოლო სამოქალაქო განათლების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საკითხების სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა და ამგვარად თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა. პროექტის ფარგლებში გამოიცა ინსტრუქციები მასწავლებლისათვის, საკითხავი მასალა მასწავლებლისათვის, საკითხავი მასალა მოსწავლისათვის და კომპაქტ დისკი საკითხავი მასალით. ვთავაზობთ ერთ-ერთ გაკვეთილს ჩატარებულს აღნიშნული მასალების გამოყენებით ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგის ქალბატონ სოფიო კაკაჩიას მიერ. მოგესალმებით ბავშვებო. Ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემა არის თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები. Ჩვენი გაკვეთილის მიზანი არის თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპების გათავისებაში მოსწავლეთა ხელშეწყობა. Ამ გაკვეთილის ჩატარებაში ჩვენ დაგვეხმარება სტუმარი, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველობას, ქალბატონი ნატალია პაპასკერი. მოგესალმებით, გმადლობთ მობრძანებისთვის. Ცოტა მოგვიანებით გვესაუბრება ჩვენი სტუმარი თუ როგორ ხორციელდება თვითმმართველობის ძირითადი პრინციპები ჩვენს ადგილობრივ თვითმმართველობაში. ასევე გვესაუბრება ცვლილებებზე, რომელიც ბოლო დროს განხორციელდა თვითმმართველობის ახალ კოდექსში. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს გაკვეთილს დავიწყებთ პირველი აქტივობით და ჩვენი დღევანდელი დღის პირველი აქტივობა ეს არის მოლოდინები და საფრთხეებს. როგორ ხედავთ ჩვენს ფორმატზე გამოსახული არის მზე და ჭექა ქუხილი. მზე ასოცირდება მოლოდინთან, ჭექა ქუხილი ასოცირდება საფრთხესთან. თქვენ გაქვთ ასეთი დავალება. ფურცლებზე გადაიტანთ თქვენს მოლოდინებს და საფრთხეებს. ყვითელი ფერის ფურცლზე გადაიტანთ მოლოდინებს და მეორე ფერის ფურცლზე გადაიტანთ საფრთხეებს და გავაკეთეთ პრეზენტაციას. ჩვენ ამ აქტივობას დავუბრუნდებით ასევე გაკვეთილის დასასრულს და გავარკვევთ თუ რამდენად წარმატებით ჩაიარა ჩვენმა გაკვეთილმა, რადგან ბოლოს ჩამოვხსნით იმ მოლოდინებს და იმ საფრთხეებს, რომლებიც არ გამართლდა, თუ მოლოდინები დარჩება ბევრი, ჩავთვლით, რომ გაკვეთილი იყო წარმატებული. ამისთვის გვჭირდება, რომ ახლა ეს აქტივობა შევასრულოთ. ამ აქტივობის შესასრულებლად თქვენ გაქვთ 3 წუთი. ხოთ? გადააწოდეთ ორ-ორად. გადააწოდეთ. გაგიმეორებთ ინსტრუქციას, ყვითელ ფერზე ვწერთ მოლოდინებს და მეორე ფერზე ვწერთ საფრთხებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს შეფასების რუბრიკა განმავითარებელი შეფასება, რომლებიც ჯგუფებს აუცილებლად დაგირიგდებათ, როდესაც გადავალთ ჯგუფური მუშაობის რეჟიმზე და ამ შეფასების რუბრიკის კრიტერიუმებით შეფასდებით გაკვეთილის ბოლოს. შეეცადეთ მოკლედ საფრთხეები და მოლოდინები. თუ მზად ვართ, შეგვიძლიათ დავიწყოთ. დიახ. გთხოვთ. გაკვეთილის განმავლობები ცოდვით მაქსიმალურად იღებას ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. მადლობა. ხოლო ჩემი საფრთხების აძაბულობა და ყურადღების გატანა. ვერი ახალი ინფორმაცია თვითმმართველობის პრინციპთან დაკავშირებით და ჩემი საფრთხების გაზრდილი. ჩემი საფრთხე არის ხოლო მოლოდინი შრომის მიღება კომპეტენტური ადამიანებისგან და გამოცდილების მიღება არა. ნუ ნედავნებრო გაკვეთილებს მე საინტერესო და გამორჩევანი, ხოლო საფრთხე დაძაბულობა. ზოგადად ჩემი საფრთხე საინტერესო გაკვეთილს და მაშინ დაძაბულობა. მე შემეცნების გაკვეთილს და შემე საფრთხეების გადაღებულება. შემდეგი რომ დავწერთ ისმე ძალიან საინტერესო და თვალსაჩინო გადაღება. მადლობა. ნიკა ინფორმაციული მასაინტერესებია ასე სახალისად და ჩემი საფრთხეების მიღება. ჩემი მოლოდინი არის ეს, რომ გავაგრძელოთ მის შესახებ როგორ მუშაობს თვითმმართველობა და საფრთხე დაძაბულობა.
მოლოდინი მახსოვს რომ გაყოფილი შეგვეცადია ეს შემოწმება საფრთხის დაზაბულება და მემორიალობა. მოლოდინი მახსოვს რომ გაყოფილებს დაზაბულება და სტრესი. ჩემი მოლოდინი გაყოფილი იქნება საინტერესო სტრატეგია ინფორმაციული ხოლო ჩემი არის საფრთხის დაზაბულება. მოლოდინი გაყოფილება პერი კარი ახალი ინფორმაციები ყოველთვის არის ნერვობა და დაზაბულება. მადლობთ. მე მგონი ყველა მოლოდინები და საფრთხეები განთავსდა და მე იმედი მაქვს, როდესაც დაუბრუნდებით ამ აქტივობას, ეს საფრთხეები, რაც თქვენ ახლა დაასახელეთ, აღარ დარჩება ამ ჭექაქუხილზე. ეხლა გადავდივართ ახალ აქტივობაზე და ჩვენი ახალი აქტივობა გასანამ გაკვეთილს დავიწყებთ, უნდა გავიხსენოთ წინა გაკვეთილი. მე შეგახსენებ წინა გაკვეთილზე ჩვენ თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებზე ვისაუბრეთ. აბა დავასახელოთ რამდენიმე მონაწილეობის ფორმა, რა გვახსოვს? ანდრო. საჯარო მოსმენები. საჯარო მოსმენები. კოალიციის შექმნა. პეტიცია. დასახლების საერთო პროექტი. დასახლების საერთო პროექტი. აგრეგული დაიგავება. მადლობა. შეფასებით გარანტია. ძალიან კარგი, ჩვენ დავასახელეთ რამდენიმე მონაწილეობის ფორმა, რომელიც არსებობს თვითმმართველობის განხორციელებაში. ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ აქტივობაზე და ეს ახალი აქტივობა არის სახალისო აქტივობა. ეს გარკვეულწილად არის დაძაბულობის მოხსნა, რაც თქვენ აღნიშნეთ და მინდა რომ ეს დაძაბულობაც მოიხსნათ და მეორე მხრივ ეს ახლოს არის იმ გაკვეთილთან, რომელ გაკვეთილზე ჩვენ დღეს მუშაობთ და წინაზეც ვიმუშავებთ. ამისთვის მე მჭირდება 5 მოხალისე. აბა ჩემთან გამოდით. ნინო, გამოდი. ამი 4. მეხუთე ვინ არის? მოდი. ჩვენი ამ აქტივობის პირობა არის ესეთი. ჯერჯერობით დანარჩენები ისხედით, სანამ მოემზადებიან ბავშვები, მათ უნდა აიხვიონ თვალი. ძალიან გთხოვთ აიხვიეთ თვალი და შემდგომ მე დავალების პირობას გაგაცნობთ ყველას. ხედავ? თავარია არ უნდა ჩანდეს არაფერი. ნამდვილად ვერ ხედავთ. ეხლა ვთხოვ დანარჩენებს გამოხვიდეთ და დაიკავოთ აქეთ მხარეს პოზიცია. ერთ მხარეზე განლაგდით. კარგით, ეხლა მოვისმინოთ დავალების პირობა. მე ერთხელ ვიტყვი დავალების ინსტრუქციაზე, თქვენ ყურადღებით უნდა მოусმინოთ. ამ აქტივობაში მონაწილეობს ყველა მოსწავლე. ეხლა კი მოგმართავთ თქვენ, ბავშვებო, ვისაც თვალები გაქვთ ახვეული. თქვენ ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, ანუ საუბრის გარეშე, შეგიძლიათ მხოლოდ ხელის მოძრაობით, უნდა დადგეთ სიმაღლის და მიხედვით. ეს უნდა გააკეთოთ 2 წუთში. არც ერთი არ ესაუბრებით ერთმანეთს. გთხოვთ დაიწყეთ. არა უშავს. სად ვართ? 2 წუთი დასრულდა. აბა მოიხსენით სახვევი. გახართ სიმაღლის და მიხედვით. მეტნაკლებად გახართ, იმიტომ რომ ბევრი გავს სიმაღლით ერთმანეთს. შუაში გოგჩავარდნა. კარგით. დაიკავეთ აბა ადგილები და ნახოთ რა მოხდა. იცით? მომწით. მე მინდა მივმართო მოსწავლეებს, ჩვენს მოხალისებს, რომლებსაც თვალები ჰქონდათ ახვეული. ვის სურს გამოთქვას აზრი, რა იგრძენით, როდესაც მე თვალები აგიხვიეთ და გითხარით, რომ უნდა შეგესრულებინათ დავალება ყოველგვარი საუბრის გარეშე. ვინ მიპასუხებს? ნინო. რა იგრძენით? ძალიან დავემენი, იმიტომ რომ ვერ მოახდინებ ვერც კომუნიკაცია და ვერც კონცენტრაცია. თან იყო შემთხვევა, როდესაც ძალიან ბევრი იყო ჩემს გარშემო
ზუსტად დავალებიშის. კი, მიჭირდა, თუმცა გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მე მგონი მეხმარებოდა. იყო შემთხვევა, როდესაც თვალსაჩინოც მომძრო, თუმცა კარგი. ძალიან დავიბენი საბოლოოდ. თავიდან დაიბო. მაგრამ შემდგომ მე მგონი ჩემი ადგილი დავიკავე. არც რამდენად სწორად, თუმცა მაინც მოხერხდა მე. მადლობ. ვიღაცა დაეხმარა 2 თუ 3 ეხმარებოდა. რატო დაეხმარა? ხო. იმიტომ დაახმარეთ, რომ ეს აქტიურობა პაუზაზე ჩვენ მოდით უფრიქცია აბსოლუტურად და ჩავთვალით, რომ საჭირო იყო დაახმარება. თია მითხავს რომ დაეხმარა. ხო, არ გიქვით, რომ ყველა შეუძლია მონაწილეობა. ანუ არც აგიგრძელდა იქამ, არც და თქვენ გადაწყვეტეთ რომ უნდა დაეხმაროთ. მე იმის საზრით მაინტერესებს, რატომ არ დაეხმაროთ? აბა მორიმემ გავთქვით, ნიკა გთხოვდა შემდგომ. რადგან არ მიხართ რომ უნდა დაახმარებოდეთ, ამიტომ მე თავი შევიკავეთ და არ დავახმარებ. ნინა, შენ რატო არ დაეხმარეთ? Ну, ანალოგიურად კონკრეტიკა არ იყო, არც საგრძელო იყო, თუმცა არც მითითებდა და შესაბამისად ესე გამოვიდა, რომ ჩვენ დავჭერთ. კარგი. მოდით ეს დღევანდელ საზოგადოებაში ზუსტად ასე ხდება. დღევანდელ საზოგადოებაში ყავს ჯგუფები, რომლებსაც აქვთ პრობლემები და ისინი ამას დამოუკიდებლად ვერ აგვარებენ. და საზოგადოებაში ასევე არის ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ძალიან მარტივად, ისე როგორც დღეს თქვენ დაეხმარეთ ამ მოხალისეებს, დაეხმაროს ამ საზოგადოების ამ ჯგუფს პრობლემის მოგვარებაში. ჩვენ კანონი პირდაპირ არ გვავალდებულებს ყოველთვის, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, მაგრამ ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულება და ჩვენი ქცევა განსაზღვრავს სწორედ ჩვენს მოქალაქეობრივ თვითშეგნებას. და მე ვიმედოვნებ, რომ თქვენი სახით ჩვენს ქვეყანას ყავს მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ადამიანები. ეხლა გადავიდეთ შემდგომ აქტივობაზე და ჩვენი შემდგომი აქტივობისთვის ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ვიმუშაოთ ჯგუფებში. ჯგუფებში გადავნაწილდებით ფერების მიხედვით თქვენ საზურგეებზე, სკამის საზურგეებზე არის ფერადი ისრები. შეგიძლიათ მოხსნათ და დააკვირდეთ. სწორედ ამ ფერის მიხედვით გადანაწილდებით ჯგუფებში. ერთი ფერის ისრების მქონე მოსწავლეები იქნებიან ერთ ჯგუფში. სულ უნდა გყავდეს 3 ჯგუფი. შევქმნით აქ ერთ ჯგუფს, მეორე ჯგუფს და მესამე ჯგუფს. გთხოვთ შევქმნათ ჯგუფები. გთხოვთ ბავშვები. დიახ. მეორე წმიდანა. სტაფილოს ფერი ვისაც აქ მოვა. ლურჯი ფერის. და მწვანე ფერის. და აგერ. ნიკა, მოდი. გადავნაწილდით უკვე ჯგუფებში, ეხლა კი მოვისმინოთ დავალების პირობა, რომელიც ჯგუფებს გექნება შესასრულებელი. ამ ცხრილზე მოცემულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები 3 ჯგუფად იყოფა. და აქ მხოლოდ მოცემულია დასახელებები ამ უფლებამოსილების, ეს არის მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება, ეს არის მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილება და მუნიციპალიტეტის ნებაყოფლობითი უფლებამოსილება. მე აქ მიკავია ეს უფლებამოსილებები და აქ არის ბარათებზე არეულად. თქვენ ახლა უნდა იმსჯელოთ ჯგუფში და გადაწყვიტოთ, სად შეიძლება განთავსდეს თითოეული უფლებამოსილება და გადაანაწილოთ უნდა აი ამ სქემაზე. გთხოვთ? ამ დავალების შესასრულებლად თქვენ გაქვთ 5 წუთი. იმსჯელეთ ჯგუფში და გადაწყვიტეთ, სად შეიძლება მოთავსდეს ეს უფლებამოსილება. ანუ სასაფლაოს მოწყობა და მოპარკანობა უნდა იყოს საკუთარი უფლებამოსილება. ანუ მეორე ასე რეგულარული ბავშვებო, ჩვენ უკვე გადავიდით ჯგუფურ მუშაობაზე, ამიტომ თქვენ მე გირიგებთ შეფასების რუბრიკებს, შეფასებით 2 კომპონენტში, ეს არის კვლევა და ჯგუფური მუშაობა. გაეცანით და ბოლოს ამ კრიტერიუმების მიხედვით შეფასებით. საზოგადოებრივი ჩანდაცვა შეიძლება ეს არის ჩანდაცვა იმისია მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილება ჩანდაცვა. აი ეს მოცემულები რაც არის ეს იქნება პირველში, ყოველ გადასარჩენები გავარჩევ. აი ეს იქნება პირველში, ხელშეც იქნება პირველში. ეს არ იქნება პირველში. ეს გენდერს ეს დელეგირებული იქნება, რომ გენდერს აბსოლუტურად ხალხი იქნება. ითოლები ბავშვებო, დროის ლიმიტი განსაზღვრულია, შეეცადეთ მოცემულ დროში დავასრულოთ მუშაობა.
ჩემი აზრით ეს დილეგირებული უნდა იყოს მეთანხმებით. კი, გარემოს დაცვა, ნებაყოფლობითზე. გარემოს დაცვა უფრო ნებაყოფლობითი მგონია მე თქვა როგორც საკუთარი, ასევე ნებაყოფლობითი შეიძლება იყოს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობების ნებართვის გაცემა. ბავშვებო, მზად ვართ გადაწყვეტილების მისაღებად? მაშინ გადავიდეთ შემდგომ ეტაპზე. გთხოვთ ჯგუფიდან თითო წარმომადგენელს და განვათავსოთ თქვენი გადაწყვეტილებები ცხრილს. გთხოვთ ნინო. გადაანაწილეთ უბრალოდ, თქვენ უკვე ეს ნაფიქრი გაქვთ ჯგუფში იმსჯელეთ ამაზე, ჩვენ ამას ბოლოს დაუბრუნდებით. მადლობთ ნინო, ეს არის ნინოს ჯგუფის გადაწყვეტილება, გთხოვთ კეთი. გაგვაცანი შენი ჯგუფის წევრების გადაწყვეტილება. ჩვენი ჯგუფის წევრების გადაწყვეტილება აი ასე შეიძლება განვავოთ. დიახ. საკუთარი დელეგირებული და ნებაყოფლობითი. მადლობთ. აჰა, ჩვენი ჯგუფს გთხოვთ. ჩვენმა ჯგუფმა ესე გადაწყვიტა. გადაწყვიტა, დიახ. ასე განთავსდა თქვენი გადაწყვეტილებები. მე ამ ეტაპზე არ გავაკეთებ კომენტარს ამ გადანაწილებაზე. მე ხა გადავალ პრეზენტაციის ნაწილზე, მე თვითონ ვისაუბრებ მუნიციპალიტეტის საკუთარ დელეგირებულ და ნებაყოფლობით უფლებებზე. დააკვირდით, ყურადღებით მოისმინეთ და შემდგომ თქვენ თვითონ შეაფასეთ, რამდენად სწორად გადავანაწილეთ ეს უფლებამოსილებები. მე მოკლედ ვილაპარაკებ თვითმმართველობის განხორციელების ძირითად პრინციპებზე და პირველი ძირითადი პრინციპი ეს არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში. შემდეგი ძირითადი პრინციპი ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა. შემდეგი არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა საკუთარი ფუნქციის განხორციელებაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე. შემდეგი სახელმწიფოსა და თვითმმართველობას შორის, აგრეთვე თვითმმართველ ერთეულებს შორის ურთიერთობათა დაფუძნება შეთანხმების თანამშრომლობაზე დაფუძნებული საერთო პრობლემის ერთობლივი ნებაყოფლობითი გადაჭრა. შემდგომი ეს არის სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნა ერთმანეთისგან, სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შორის დავის სასამართლო წესით განხილვა, გადაჭრა, ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ბოლოს ეს არის სუბსიდიარობის პრინციპი. რაც შეეხება უფლებამოსილების გადანაწილებას, რომელზეც თქვენ ახლა გააკეთეთ არჩევანი, ეს კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება, როგორც უკვე ვიცით, იყოფა სამ სხვადასხვა სფეროდ. ეს არის მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება და მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება არის ის, რაც მუნიციპალიტეტის საკუთარი ექსკლუზიური უფლებაა და ახორციელებს თვითონ. რაც შეეხება დელეგირებულ უფლებამოსილებას, არის ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილება და ახორციელებს მუნიციპალიტეტი. ხოლო ნებაყოფლობით უფლებამოსილებაში შედის ის უფლება, რომელიც არ მიეკუთვნება არც ერთ ორგანოს, მაგრამ ამავე დროს მუნიციპალიტეტისთვის არ არის აკრძალული მისი შესრულება. რაც შეეხება საქართველოში ხელისუფლების დანაწილებას, ხელისუფლება გადანაწილებულია ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. ჰორიზონტალური არის აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება, ხოლო ვერტიკალურად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება. ეს აი ამ სქემით არის გამოსახული, თუ როგორ არის ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად განთავსებული. რაც შეეხება ჩვენს წინადავალებას, ამ ინფორმაციიდან გამომდინარე თვლით თუ არა, რომ ეს უფლებამოსილებები სწორად გვაქვს გადანაწილებული. თქვენ როგორ ფიქრობთ? მადლობთ. თქვენ როგორ ფიქრობთ? აქ არის, დელეგირებულ უფლებამოსილებებში არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, სამხედრო გაწევის ორგანიზება, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, გარდაცულ მეომართა უკდავყოფის უზრუნველყოფა. აბა, შეცდომა გაქვს? ეს რა გადაადგილებს მე უფლება? გენდერული თანასწორობა. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.
გენდერული დანაწევრების ხელშეწყობა და უკვე გაასწორეთ, ხო? კიდევ სხვა არ უნდა რამის თქმა. არა? მაშინ ერთს მე გადავაადგილებ, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის დელეგირებულ უფლებას. დანარჩენი თქვენ სწორად გადაანაწილეთ და გამიჯნეთ ერთმანეთისგან და ამაზე აუცილებლად ქალბატონი ნატა შემდგომში დაგველაპარაკება. რაც შეეხება შემდგომ აქტივობას, მე შეგახსენებთ, რომ თქვენ გქონდათ საშინაო დავალება. საშინაო დავალება იყო მუნიციპალიტეტში არსებულ საკითხებზე, მათთვის პრობლემურ საკითხებზე უნდა ჩაგეტარებინათ კვლევა ინდივიდუალურად. თქვენ ახლა გექნებათ ესეთი დავალება, ჯგუფებში იმსჯელოთ და გააერთიანოთ ეს კვლევის შედეგები და ჯგუფიდან თითო პრეზენტატორმა წარადგინოს ჯგუფის წევრების კვლევა. ამისთვის თქვენ გექნებათ 4 წუთი. იმსჯელეთ, თუ მსგავსება არის გააერთიანეთ და შექმნით ერთობლივ. მე ეკოლოგიური პრობლემები მოუწესრიგება საკანონმდებლობები და ახალგაზრდების კულტურული დასვენების შესაძლებლობა, რომელიც არ გაგვაჩნია და გასართობ საშუალებები თქვენ რეაგირებთ ამ განსხვავებებს. რამდენიმე მეორდება, რაც არის ყველაზე ხშირი, ისინი ჩავგვიგო საერთოში, ხო ესეა? всё, ჩავიტანეთ ისინი, რაც არის საერთო და სტატისტიკაც კი ანალოგიურია. ანუ მე მგონი ჯობია რომ სამ პრობლემამდე დავიყვანოთ ან ხუთი ძალიან ბევრი მეთანხმებით? კინოთეატრის რკონა. შემდგომით ჯგუფი როგორ შეთანხმდება ერთმანეთში, ამასშიც ფასდებით, იმიტომ რომ თქვენ ვიდეოთ წინ შეფასების რუბრიკა, ჯგუფი შეთანხმებულად უნდა მუშაობდეს. არასაკმარისი და მოწესრიგებელი სოლიდარული. როგორ შეაფასეთ თქვენთან ადგილობრივი თვითმმართველობა? მაგალითად, ჩვენ არაფერს მიწერია. მეც პარკინგ კონტროლს. კარგით. მადლობთ. დავიწყოთ პრეზენტაცია. აბა რომელი ჯგუფი წარადგენს თავისი ჯგუფის წევრების კვლევის შედეგებს? გისმენთ ესმა? ჩვენ უკრავს მიზანი იყო ინდივიდუალურად და მიეჩნიათ მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს თავიანთი მხარისთვის ყველაზე უფრო აქტუალურ პრობლემები. და ჩვენ გვაქვს პრობლემები. პირველად, ეს არის ავარიული შენობები, რომელიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, მეორე არის გზები, მესამე არის ეკოლოგიური პრობლემები, მეოთხე არის მოუწესრიგებელი საკანონმდებლო და მეხუთე არის ახალგაზრდების კულტურულად დასვენების შესაძლებლობა, რომელიც არ გაგანო გასართობი საშუალებები. თქვენ და იყო შემდგომ ამ კვლევის შემდეგ იყო კითხვა თუ რას ვფიქრობთ რამდენად ეფექტურად მუშაობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. ამ პრობლემებისგან გამომდინარე ჩვენი აზრით მუნიციპალიტეტი საკმაოდ არაეფექტურად მუშაობს, იმიტომ რომ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა ქალაქში. ეს არის თქვენი დასკვნა. ამ პრობლემებიდან გამომდინარე, გმადლობთ. შემდეგი ჯგუფი გისმენთ ნინა? აბა ნინა, ხოთ წარმოადგინეთ. ჩვენს თემში გამოკითხულთა უმრავლესობამ დაასახელა დიდი პრობლემები, ჩვენ შევჯერდით და წარმოადგინეთ რამოდენიმე. ესენია გარეუბნებში მოუწესრიგებელი გზები, კინოთეატრის არქონა და აგრეთვე საცურაო კომპლექსის არქონა. მოუწესრიგებელია როგორც პარკინგ კონტროლი, ასევე გაუმართავია შუქნიშნები, ანტისანიტარია საჯარო დაწესებულებებში და არასაკმარისია სიფრე გადასასვლელები. რაც შეეხება შემდგომ კითხვას, რამდენად ეფექტურად მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობა, ასუქებთ ასეთი. და შევაჯერეთ, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, ადგილობრივი თვითმმართველობა არაეფექტურად მუშაობს, რადგან ქალაქში დაფიქსირებულია არაერთი მომხმარებელი პრობლემა. მადლობთ, ეს არის ის შედეგები, რომლებიც წარადგინეთ თქვენ კვლევის შედეგად. მესამე ჯგუფს თხოვოთ. ჩვენი მოსახლეობა გამოვიხეთ, მათ წარმოთქვეს პრობლემები, რომელიც უნდა გადაიწეს ქალაქში. ესენია პირველი მოუწესრიგებელი გზები, ანტისანიტარია საავადმყოფოებში, არასაკმარისი მაგისტრალების რაოდენობა, მოუწესრიგებელი კანალიზაცია, არასაკმარისი ქვეითა გადასასვლელები, არასაკმარისი სველი წერტილები, მოუწესრიგებელი პარკინგ კონტროლი. და გამოკითხულთა უმრავლესობის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობა არაეფექტურად მუშაობს, რადგან ქალაქში ბევრი პრობლემებია. მადლობთ. ამაზე კომენტარს გააკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი. ეს იყო კვლევები, რაც ბავშვებმა გააკეთეს. გთხოვთ ქალბატონო ნატა, თქვენ
გვესაუბროთ, რამდენად შეესაბამება ეს რეალურ მდგომარეობას ჩვენს ადგილობრივ თვითმმართველობაში და ამავე დროს გვესაუბროთ ცვლილებებზეც და ზოგადად პრინციპები როგორ ხორციელდება. მოგესალმებით, მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით, თქვენი დაინტერესებით ბავშვებო ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები და ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპების საკმაოდ რთული სფეროა თვითმმართველობაში, რომელიც თქვენ გაითავისეთ, თვითმმართველობის ფუნქციები წარმოადგენთ შეძლების დაგვარად. უბრალოდ მე მინდა რომ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე რამდენიმე ისეთ საკითხს გავუსვა ხაზი, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე თქვენ როდესაც ამ ოთახიდან გახვალთ რაღაცა ჩემი პრაქტიკული გამოცდილებაც თქვენთვის რაღაცის მომცემი იყოს, ხო? მე მინდა უბრალოდ მაგალითში გითხრათ, ეს საქმელად ცოტა რთულია დელეგირება, რას ნიშნავს, როგორ ხდება, რა სფეროები და მინდა ერთი კონკრეტული ფაქტი ვთქვათ, ანუ თქვენ აღნიშნეთ, რომ დელეგირება ეს არის, როდესაც რაღაცა ფუნქციას სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკაც უნდა ჩავთვალოთ, ადგილობრივ თვითმმართველობას გადასცემს თავის ფუნქციას იმისათვის, რომ მან ადგილზე უფრო ადვილად გადაჭრას ესა თუ ის პრობლემა. და მინდა გითხრათ, რომ დელეგირების დროს სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკა გადასცემს ქონებას ან ფინანსურ რესურსს. აუცილებლად ამას ქონების გადაცემას დელეგირებას მოხდება ფინანსური რესურსის გადაცემა ან ქონების. ქონებაში რა შეიძლება იგულისხმოს მაგალითად საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეს შეიძლება იყოს ეპიდემიების, ეპიზოოტიების წინააღმდეგ ბრძოლა, ამას უკავშირებ, იმიტომ რომ თქვენ ერთ-ერთ პრობლემად დაასახელეთ ანტისანიტარია და ეკოლოგიური პირობები, ხო, ჩვენს მუნიციპალიტეტში. აქედან გამომდინარე, ზუსტად დელეგირებას იმიტომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო, ანუ დელეგირებას ახდენს ესა თუ ის სამინისტრო და მას აძლევს ფინანსურ რესურსს და ქონებასაც. შეიძლება ეს იყოს ასაცრელი აპარატურა, თვითონ ვაქცინა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, სწორად არის დელეგირებული სფერო, ამისათვის სახელმწიფო გამოყოფს ფინანსურ რესურსს, რაც უზრუნველყოფს, რომ მუნიციპალიტეტში ის პრობლემური საკითხი, რომელიც თქვენ დაასახელეთ, გადაწყვეტეს. აი ნებაყოფლობითი დაწერეთ თქვენ და განმარტების დროს პედაგოგმა სწორად გითხრათ, რომ გარდა საკუთარი უფლებამოსილებისა ნებაყოფლობითია ის ფუნქცია, რასაც თვითმმართველობა თვლის, რომ სხვა არც ერთი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენცია არ არის შესასრულებლად და თვითმმართველობა საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტს მას. და ამის მარტივ მაგალითს გეტყვით კიდე, თქვენ როდესაც დაასახელეთ ფუნქციები, ერთ-ერთი ნამდვილად იქნება გეოგრაფიული ობიექტების სახელდება. თუ გეოგრაფიული ობიექტების სახელდება არის თვითმმართველობის ფუნქცია, ვთქვათ, ქუჩის სახელდება, სკვერის, პარკის, ასე შემდეგ, ხო? ვინ განსაზღვროს ამ ობიექტებზე ნუმერაცია? არ არსებობს დღეს სხვა არც ერთი ორგანო, რომელიც ამა თუ იმ ქუჩას მიანიჭებს კონკრეტულ ნომერს. სწორედ ეს არის ნებაყოფლობით თვითმმართველობამ, რომ იცის, რომ ეს სხვა არც ერთი ორგანოს ფუნქცია არ არის, თუ ის გეოგრაფიულ ობიექტს, რომელიმეს მიანიჭებს სახელწოდებას, იქვე განსაზღვროს ნუმერაციის წესს. და ზუსტად ეს არის ნებაყოფლობით, რასაც თვითმმართველობა ახორციელებს. მესმის რომ თქვენ კვლევა ჩაატარეთ, ნახეთ სხვადასხვა პრობლემური საკითხები და მინდა გითხრათ, რომ ძირითადად აქცენტები დასმული იყო, თუმცა ერთი შენიშვნა, რომ თემის მოსახლეობა გამოიკითხაო და იქ მოუწესრიგებელი შუქნიშნები, არ მგონი ახლა სოფლებში შუქნიშნების აუცილებლობა იყოს, მაგრამ აქ უფრო მე ვფიქრობ ტერმინის ზე არის მნიშვნელობა, იმიტომ რომ თქვენ ახლა იმ დონეზე ვერ განასხვავებთ რა არის თქვათ თემი და რა არის თვითმმართველი ქალაქი, ხო? თემი ეს არის დასახლების რაოდენობა, რომელიც უფრო ადმინისტრაციულ ერთეულებს, ანუ სოფლებს მოიცავს. რაც შეეხება პარკინგი ნამდვილად მოსაწესრიგებელია ჩვენს ქალაქში და მერწმუნეთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ყველა ღონეს ღებულობს, რომ ზომებს, რომ ეს პარკინგი მოწესრიგდეს. სხვა თემა, რა ვიცი, აბა რომელიმე ხო არ გამომჩარო, არ მithქვათ, ხო არ გაინტერესებთ რომელიმე სხვა სფერო. შეგიძლია ეს დავუსვათ, თუ გაინტერესებთ რომელ სფეროზე გინდათ რომ გავასწრებთ. არის თუ არა ზოგადად თვითმმართველი ორგანოების საქმიანობა საჯარო და რამდენად საჯაროობა მინდა გითხრათ, რომ თვითმმართველობა არის აბსოლუტურად ეს საჯარო დაწესებულებაა და ნებისმიერ თქვენთან შეუძლიათ თავისუფლად ჩაერთოს, გამოითხოვოს ნებისმიერი საჯარო სახის ინფორმაცია, რა თვითმმართველობის ორგანოებში არის დაცული და გარდა ამისა გეტყვით, რომ საკრებულო სხდომები არის ღია, თქვენ ახსენეთ აი პეტიციაო და მოსახლეობის ჩართულობის სხვადასხვა ფორმები, ხო, საერთო კრებები, ეს არის ის ორგანოები, სადაც ნებისმიერ თქვენთანაც შეუძლიათ დამოუკიდებლად დააფიქსიროს საკუთარი აზრი მოთხოვნა და თვითმმართველობა შეძლების დაგვარად ეცდება, რომ გადაწყვეტოს. ამის პრობლემები არ არის. Interesებს ამ შემთხვევაში დღესდღეობით რა პრობლემაზე მუშაობთ, რაზე ხართ ყველაზე მეტად ორიენტირებული და რის გადაჭრას
დღეს ყველაზე უფრო აქტუალური არის მაინც სოციალური პრობლემები და ძირითადად მუნიციპალიტეტი მუშაობს ამ მიმართულებით, რომ სოციალურად დაუცველი პირობები, საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდეს. ხორციელდება მათთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, გვაქვს ძალიან მოქმედი ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც აფინანსებს სხვადასხვა ავადმყოფობებს, ვაკეთებთ ოპერაციებს, 50-ზე მეტი ძვირადღირებული მედიკამენტების შესყიდვა და ასე შემდეგ. ძირითადად მუნიციპალიტეტი ორიენტირებულია სოციალურად დაუცველი და ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. დავწერეთ შეკითხვა, ქედიდისა? თქვენი გამოცდილებიდან რამდენად არის მოსახლეობა ჩართული თვითმმართველობის სხვადასხვა ორგანოების მუშაობაში? ვერ გეტყვით, რომ მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული, შეიძლება მეტი აქტიურობა და ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ეს აქტიურობა რო არ არის, გამომდინარეობს იქიდან, რომ ცნობიერება არ არის საზოგადოების იმ დონეზე მაღალი, მათ არ იციან ის ფუნქციები, რომ რამდენად შეუძლიათ, რომ აქტიურად იყვნენ ჩართული. გეტყვით, რომ არ არის ნაკლები აქტიურობა. მადლობთ. ნანა, მაინტერესებს განათლებასთან დაკავშირებით ზოგადად ასაკეთებს თვითმმართველობა იმისთვის, რომ მოსახლეობის განათლების დონე არ მაღლდეს გასაგებია. განათლება არის ეს ისეთი სფერო არის, რომ თვითმმართველობის ფუნქციებს არ მიეკუთვნება ზოგადად, უბრალოდ თვითმმართველობა სუბსიდირებით, თავისი კეთილინებით შეიძლება დაეხმაროს აი თქვენ ალბათ სკოლები გაინტერესებს უფრო ძირითადად თვითმმართველობის ფუნქცია ეს არის სკოლამდელი აღზრდა და თავის-თავზე თვითმმართველობა იყოს სკოლამდელი საავადმყოფო დაწესებულებების ფუნქციონირებაში ღებულობს მონაწილეობას. რაც შეეხება სკოლებში სუბსიდირებით გვიზით ბიუჯეტში გარკვეული ნაწილი თანხებისა და შეძლების დაგვარად ეხმარება ნაწილობრივ. ძირითადად ეს განათლების სამინისტროს პრეროგატივაა და თვითმმართველობა განათლების ნაწილში ნაკლებად ეხმარება. მადლობთ ალბათ ნეტა. მადლობთ ესეთ კომპეტენტური პასუხებისთვის. ჩვენ ხა გადავდივართ შემაჯამებელ აქტივობაზე. ჩვენ ახლა მიღებული ინფორმაცია უნდა შევაჯეროთ ამ აქტივობით. მე მაქვს აქ გამზადებული ცხრილი, სადაც არის ჩამოთვლილი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები, მიღებული ინფორმაციებიდან გამომდინარე ჯგუფებში იმსჯელეთ და გადაწყვიტეთ, როგორ შეაფასებთ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას ძირითადი პრინციპების განხორციელებაში. აქ არის 3 კრიტერიუმი: ცუდად, საშუალო და კარგად. აქვე არის კითხვაში, აქვე თქვენს რესურსში არის ფერადი ფურცლები, რომლებსაც მიაწებებთ შესაბამის გრაფაში. ჯერ იმსჯელეთ ჯგუფებში, გადაწყვიტეთ კითხვას როგორ შეფასებას მისცემთ თითოეულ პრინციპს და შემდგომ ერთი ჯგუფიდან ერთი ადამიანი გააკეთებს ამას, გადაიტანს თქვენს მსჯელობას და გადაწყვეტილებას ცხრილზე. გთხოვთ? ამ აქტივობისთვის გაქვთ 4 წუთი. გთხოვთ დაიცვათ დროის ლიმიტი. იქვე თქვენს ხელთ არსებულ კითხვაში მონიშნეთ თქვენი გადაწყვეტილებები და შემდგომ ფერებში გადაიტანთ დიდ ცხრილზე. ჩვენ თქვენ ვსჯელებთ იმ მხრივ, რომ რამდენად არის მოსახლეობა რეალურად ინფორმირებული. მაშინ სულად, მაგრამ თვითმმართველობა არ არის ჩაკეტილი სექციის არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ჩაკეტილი თვითმმართველობა კარგად არ ზრუნავს ამასთან დაკავშირებით, რომ კარგად ზრუნავდეს, მაშინ ყველაზე ცოტნელა თავიანთი უფლებები მოვალეობა და იბრძვიან. კარგად იქნებოდა ეს განათლება, მაგრამ ასკაც არ არის თვითმმართველობის ხარვაზე არ არის, იმიტომ რომ განათლების პრობლემა არის ყველაზე მეტი. მე მაგას გეუბნები, თვითმმართველობა უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ თავის სფეროში ხავს განათლება მისცეს და მე არ გეუბნები, რომ რაღაც კონკრეტულ სხვა სფეროში მისცეს განათლება. მე გეუბნები იმას, რომ განათლება თავის სფეროში მისცეს. აქ არ ვაწებებთ ბავშვებო, ინსტრუქცია ზუსტად იყო, ანუ თქვენი უნდა მონიშნოთ უბრალოდ და შემდგომ ეს ფერები გამოიყენოთ. ეს ფიქრობა კარგად არის, თქვენ ასე ვფიქრობთ. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მონაწილეობას ეს მაინც საშუალო თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონის განსაზღვრულ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხი გადაწყვეტილებაში. ეს ანუ ეს ფიქრი. არა, ცუდად არის, ცუდად ეს არის. დამოუკიდებლობა ფიქრობა მაინც საშუალო დრო რაღაც. საშუალო თუ ცუდად? საშუალო. ცუდად არ არის. მას ფიქრობ ნიკანი. საშუალო. კარგი იყო საშუალო. დრო 1 წუთია, შეეცადეთ რომ 1 წუთში დავასრულოთ მუშაობა. ჩემი აზრით, აი, სახელმწიფოს წერია რომ დავასრულოთ მუშაობა. ეს გამიჩნდა. ჩემი აზრით, საშუალო. კი, საშუალო. სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობა. გთხოვთ ჯგუფიდან პრეზენტატორებს წარადგინოთ უკვე შესრულებული სამუშაო. გთხოვთ, მობრძანდით? ხო, განათავსეთ.
შეგიძლია დაასახელო რომ ეს არის სუბსიდირების პრინციპი, თვლით რომ ცუდად არის. ფიქრობთ რომ კარგად ხორციელდება საჯაროობა. დიახ. ასევე ფიქრობთ რომ კარგად ხორციელდება ერთობლივი განაწყვეტილებების მიღება. აგერ ამ გრაფიკაშია. და ფიქრობთ რომ კარგად ხორციელდება. მე მგონი უკვე გააკეთეთ შენ გადაწყვეტილება. თქვენი ჯგუფის გადაწყვეტილება უკვე არის სქემაზე. შემდგომს თხოვთ სწრაფად ჩაიკითხეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებთ. ჩვენ ვიმსჯელეთ ძირითადად ორი რამიდან გამომდინარე. პირველი რეალურად კანონში როგორ არის ყველაფერი გადანაწილებული და მეორე მოსახლეობის ინფორმირებებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა მათ არ იციან. სამწუხაროდ მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში საშუალო, იმიტომ დავწერეთ, რომ მათ აბსოლუტური უფლება აქვს და ყველა შემდეგ უწყობს თვითმმართველობა, მაგრამ უბრალოდ ინფორმაცია არ აქვს ამის შესახებ. ეს მათი ბრალია. თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა ასევე მიგვაჩნია რომ საშუალოდ არის განვითარებული, იმიტომ რომ აბსოლუტური დამოუკიდებლობა მათ არ აქვს და ძალიან გარკვეულ საკითხებს უზღუდავენ რა თქმა უნდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის საჯაროობა კარგად არის განხორციელებული, იმიტომ რომ ბევრნაირად საჯაროვდება. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა საკუთარი ფუნქციების განხორციელებაზე გააკარი? არა, ესეც კარგად ხორციელდება. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობის შესახებ ფიქრობთ, რომ სად არის პასუხისმგებლობა? საშუალო დონეზე არის განხორციელებული, როგორც მე თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ და რა დარჩა? ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა, რასაც თვლით რომ საშუალოა. და სუბსიდირების პრინციპი ეს ბოლოს ამბობთ. და თქვენ ჩათვალეთ რომ ეს არის კარგად ხორციელდება, როგორც სუბსიდირება მაგალითად, იმიტომ რომ განათლება როგორც აღნიშნეთ არ ეხებათ, თუმცა პირადად ჩვენს კოლხეთს გავიწეს გარკვეულწილად დახმარება. უღრმესი მადლობა ჯგუფს მუშაობისთვის, შემდგომ ჯგუფს თხოვთ. კარგი, მხოლოდ გადაწყვეტილებებს გავაკეთებთ მაშინ. დიახ. თვითმმართველობის განხორციელება საშუალოდ დაასახელეთ, ანუ მოკლედ რა გადაწყვეტილებებს იღებთ? ჩვენ გადავწყვეტეთ რომ ცუდი საერთოდ არ მოგვეღო. ამაზე ვისაუბრებ შემდგომში თუ რატომ. ჯერ გავაკრავ იმისთვის რომ დრო არ დავკარგოთ. ძირითადი ფუნქციები გადავწყვეტეთ რომ გადავანაწილეთ და მივხვდით რომ კარგად ხორციელდება. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროებას გადავწყვეტეთ რომ ეს იყოს საშუალო. ასევე გადავწყვეტეთ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობათა ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე ესეც საშუალო ყოფილიყო. და გადავწყვეტეთ რომ სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნა ესეც საშუალოდ ხორციელდება. დანარჩენი ყველა მივიჩნეთ კარგად. თქვენმა ჯგუფმა ჩათვალა რომ ხორციელდება კარგად. გმადლობთ ამ გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ბოლო დასკვნას, ანუ გავაკეთებთ შეფასებას დასკვნით ნაწილში, რა მიგვაქვს ამ გაკვეთილიდან. რა დაგვრჩა ძალიან მოკლედ ჩამოვწეროთ, რა არის ჩვენთვის ის მნიშვნელოვანი, რაც დაგვრჩა ამ გაკვეთილიდან. ჩვენ გვაქვს აქ кейსი პირობითად, რაც ასოცირდება ინფორმაციის, ასე ვთქვათ, წაღებასთან. მე მაქვს კიდევ პატარა кейსები, სადაც ბარათებია მოთავსებული და ვთქვათ, გადავიტანოთ ის ინფორმაცია, რაც დღეს აქედან წავიღეთ, აი ამ ბარათებზე და ამ кейსებს წაიღებთ თან. ეს იქნება ამ გაკვეთილის შედეგი. რა იყო მნიშვნელოვანი და რა მიგვაქვს ამ გაკვეთილიდან. ამის პრეზენტაციის გაკეთებასთან ერთად გთხოვთ ასევე დაუბრუნდეთ ჩვენს ბოლო აქტივობას და ჩვენი ბოლო აქტივობა ეს არის ჩამოხსნათ ის მოლოდინები და საფრთხეები, რომლებიც არ განხორციელებულა და შევაფასოთ გაკვეთილი ამ აქტივობის მიხედვით. ამ აქტივობისთვის გაქვთ 3 წუთი, გთხოვთ 3 წუთში შევასრულოთ დავალება. დავიწყოთ პრეზენტაცია, მოკლედ დავისახელეთ თითოეულმა ჯგუფის წევრებმა იქვე. ინფორმაციულად იყო ძალიან საინტერესო, ასევე იყო სახალისო ძალიან ბევრი რამ გავიგე ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება მოვალეობებზე. დიახ, შემდეგი. ანუ ვისაც სურვილი აქვს რამდენიმე მოსწავლემ გააკეთოს ამის აღნიშვნა, ნანა გთხოვთ. გავიგე როგორ უნდა გავამეორებოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებები. დიახ. შემდეგი. გავიგე თუ რა შედის ადგილობრივი თვითმმართველობის მოვალეობებში. დიახ, კეთი გთხოვთ. მე გავიგე თუ რამდენად საჯაროა თვითმმართველობის ორგანოების საზოგადოებისთვის.
მადლობ, ნინო. გავიგე რომ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, თუმცა მათი ჩართულობის მაჩვენებელი დაბალია. მადლობთ. ეს მაგთხოვთ? გავიგე ახალი ინფორმაციები სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნის შესახებ. დიახ, ნიკა გისმენთ? მე გავიგე რომ სუბსიდირების პრინციპი კარგად არის დანერგილი. მადლობთ. ეხლა გთხოვთ გამოხვიდეთ და რიგრიგობით ჩამოხსნათ ეს кейსები, თქვენ გრჩებათ, ჩამოხსენით თქვენი მოლოდინები და საფრთხეები. არა, როგორც თქვენ თვლით საჭიროდ, ისე მიიღეთ გადაწყვეტილება და დაიკავეთ ადგილები. ჯერ შევაფასოთ ჩვენი სქემა, თქვენი გადაწყვეტილებები, რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ეს ამ გადაწყვეტილების მიხედვით მოლოდინებზე დარჩა მეტი ინფორმაცია ვიდრე საფრთხეებზე. საფრთხე არის ერთი, ჩემი აზრით, საფრთხე იყო დაძაბულობა. ერთ-ერთმა მოსწავლემ ჩათვალა, რომ მან ვერ მოიხსნა დაძაბულობა, თუმცა უმრავლესობამ, რომელიც თვლიდა, რომ ის შეიძლება ყოფილიყო დაძაბული გაკვეთილის განმავლობაში, მათ ეს იმედი, ასე ვთქვათ, არ გაუმართლა და ეს არის კარგი. თვლით, რომ ამ აქტივობის მიხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა. ჩვენ მე და გაკვეთილის დასაწყისში როგორც შეგახსენეთ შეფასების რუბრიკები, რომლებიც თითოეულ ჯგუფს მაგიდაზე გაქვთ, მე გავახმოვანებ ამ შეფასების რუბრიკებს იმისთვის, რომ თქვენ აუცილებლად იცოდეთ კონკრეტულად რომელი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდებით. მე მოკლედ ჩავიკითხავთ, ეს არის კვლევაში ფასდებით. შემდეგი კრიტერიუმი ჯგუფმა დავალების არსი გაიგო, ჯგუფმა კვლევის პროცედურები დაიცვა, ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაცია გააზრებული და სანდოა, ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნები განზოგადებების სანდოა, კვლევის შედეგები ეფექტური ფორმით არის წარმოდგენილი და სწორად აქვს განსაზღვრული კვლევის მიზანი. ეს იყო კვლევის შეფასების კრიტერიუმები. რაც შეეხება ჯგუფურ მუშაობას, ეს კრიტერიუმებია. ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია, ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს, ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ, ჯგუფის პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს, ჯგუფის პასუხობს შეკითხვებს, ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს, ჯგუფი მუშაობს ინსტრუქციის შესაბამისად და ჯგუფს სწორად აქვს გააზრებული კვლევის თემა და მიზანი. ამ შეფასების კრიტერიუმების მიხედვით მე თქვენ დაგირიგებთ თქვენს ბარათებს, რომლის მიხედვითაც აქ არის მოცემული თუ თითოეულ ამ კრიტერიუმებში რის მიხედვით ხართ შეფასებული. ეს არის განმავითარებელი შეფასება. ჯგუფის წევრებმა იმუშავეს ინსტრუქციის შესაბამისად, ჯგუფი უსმენდა ინსტრუქციას ყურადღებით თქვენი ჯგუფი და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ საინტერესო მუშაობა გვაჩვენეთ. რაც შეეხება ჯგუფმა დავალების არსი გაიგო, ეს რაც შეეხებოდა კვლევას, კვლევა ზუსტად იყო წარმოებული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თქვენთვის ეს თემა იყო აქტუალური და მნიშვნელოვანი და გმადლობთ ამისთვის ჯგუფს. თქვენ ჯგუფს რაც შეეხება მთავარ იდეას პრეზენტაციისას წარმოადგენდით და აკეთებდით გააზრებულ დასკვნებს, რაც თქვენს პრეზენტაციებში ჩანდა და ხდებოდა თემის წარმოჩენა, გისურვებთ წარმატებებს, იმიტომ რომ ეს კარგად დაძლიეთ ეს ამ რუბრიკის შესაბამისად. ჯგუფმა დაიცვა კვლევის პროცედურები, ეს აქტივობა თქვენთვის აღმოჩნდა საინტერესო, რაც ჩანდა ნამდვილად თქვენი პრეზენტაციის დროს. გმადლობთ საინტერესო მუშაობისთვის და შემდგომი ჯგუფი, ეს არის ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაცია იყო სანდო და გააზრებული და სიღრმისეულად იყო შესწავლილი საკვლევი მასალა. რაც შეეხება ჯგუფის ყველა წევრი იყო ჩართული, როგორც გაკვირდებოდით და თანაბრად გამოხატავდით თქვენს აზრს. ანუ ჯგუფის წევრები აზრებს უზიარებდით ერთმანეთს. გმადლობთ თქვენს ასევე საინტერესო მუშაობისთვის. ეს იყო შეფასებები, რომლებიც ჩვენ დღეს დავიმსახურეთ. რაც შეეხება ბოლოს საშინაო დავალება და თქვენი საშინაო დავალება არის ჯგუფებს გეძლევათ უკვე დავალებად. თითოეული ჯგუფი იმუშავებს სოციალურ მედიაში და პრესაში გამოქვეყნებული სხვადასხვა კონფლიქტური სიტუაციები, რომლებიც არსებობს ადგილობრივ თვითმმართველობებში, მოიძიოთ ამაზე ინფორმაცია და მომდევნო გაკვეთილზე ჩვენ ამ კონფლიქტურ სიტუაციებს განვიხილავთ. ასევე გაეცანით თქვენ გაქვთ სახელმძღვანელო, რომელშიც არის ინფორმაცია თვითმმართველობის განხორციელების ძირითად პრინციპებზე და უფრო სიღრმისეულად გაეცანით სახლში. მე მადლობას ვუხდი თვითმმართველობის წარმომადგენელს ქალბატონ ნატალიას თანამშრომლობისთვის და მადლობას გიხდით თქვენ მოსწავლეებო აქტიური მუშაობისთვის. მადლობთ.